თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე სხდომა გაიმართა. ბრალდებულებიდან პროცესს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა დატოვა. მესამე პრეზიდენტმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით ივანიშვილი ქვეყანას უქმნის. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანარჩენი. Თქვენი პერსონალური მონაცემები გადასცეს პირდაპირ FSB-ს სამსახურებს. FSB-ს გააყენებიეს კამერები თბილისის ცენტრში და იქიდან აიკითხება სახეები, სახესამომცნობებით მოსკოვში და ეს საშუალებასაც მათ ყველაზე კონდეს შეცია შედგენილი. ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი შეიარაღებული ძალები, ივანიშვილმა ტელეეკონომიკა ჩამოყიდა რუსეთს და პრაქტიკულად გაამზადა საქართველოს რუსეთისთვის გადასაცემად, იმიტომ რომ ყველა მეგობარი დაუკარგა. შეწყვიტეთ პოსტკორტად ყოფნა, ნუ ახარებთ მათ სადისტურ ნატურას, ნუ აჩაგრიეთ თავს, ამით სიცოცხლეს უღმრთელებთ ამ რეჟიმს. პირიქით, ყოველდღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. აბა მე დღეს რა გავაკეთე საქართველოს გადასარჩენად. აბა დღეს მე რა ვატკინე ამ ქვეყნის დამაქცეველ დიქტატურას. რა გავაკეთე იმისათვის, რომ საბოლოოდ რუსეთის ფიზიკურადაც არ ჩაუვარდეს ხელში მთელი საქართველო. 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომები კვირაში ორჯერ იმართება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა ბრალდებულს მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით სახაზინო ადვოკატები ჰყავს დანიშნული. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელებს მოусმინეს. ერთადერთი რაც ამ მოწმეებს ახსოვთ, არის ის, რომ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები ხალხს მოუწოდებდნენ რაღაცას. რას მოუწოდებდნენ, მათ არ ახსოვთ. ამის გარდა რას აკეთებდნენ, არ ახსოვთ. სხვა არაფერი არ ახსოვთ, მხოლოდ ეს ახსოვთ, რომ პოლიტიკოსები რაღაცებს მოუწოდებდნენ. ამიტომ არ არის ეს ჩვენებების სანდო და ამიტომ არ უნდა იქნეს სასამართლოს მხრიდან გაზიარებული, თუმცა სასამართლოს დამოკიდებულება პირველივე დღიდანვე ნათელი იყო. ამ საქმეზე პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.